დღეს მინდა გესაუბროთ ფენომენზე, რომელიც სავარაუდოდ ეს არის ჩემი დასკვნა, ოღონდ ეს არ ვიცი რეალურად ეგრე თუ არა ყავილა. უბრალოდ სამ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია, ვაკვირდებოდი როგორ იქცეოდა და შევამჩნიე, რომ ეს სამი ადამიანი საკმაოდ ზრდასრულია რა და საკმაოდ მდიდარი ადამიანები მოკლედ და შევამჩნიე, რომ სამივეს გააჩნია ერთ და იგივე თვისება. სამივეს ჰქონდა ხალხო ფსიქოპატური აზროვნება და სამივე იყო ნარცისიზმით. რას ვგულისხმობ, გავშვი ამას. ფსიქოპატი მხოლოდ ადამიანი, რომელიც შეშლილია, ეგ არა. ფსიქოპატისთვის ეგ არის ნაკლები ემპათია სხვის მიმართ. ნაკლები დარდი, რომ სხვას რაღაც ზიანს მოუტან თუ არა და სოციალური ნორმების არ გათვალისწინება და ეს ნიშნავს, რომ ბევრი ტყუილები, манипуляция ნორმები რატო გამოიხონეს, იმიტომ რომ სხვა არ დაზიანდეს ხო, მაგრამ ამ ჩარჩოებში არ ზიან უმეტესობა. ნარცისიზმი მართლა რომ ვერი აზრებენ რა გააკეთეს ცუდი, რაღაც სხვას დააზიანებენ და ვერ ხდებიან, რა მოხდა მე, მათთვის არა ეს პრობლემა. და ნარცისიზმი გამოიხატება იმაში, რომ სულ უმტკიცებენ სხვას, სულ უნდა რომ სხვამ შეაქოს, სხვამ აღღმერთოს, სხვამ აღიაროს, რომ შეხედე შენ რა მაგარი. საკუთარ თავს და საკუთარ თავის ფასს ღებულობენ, როცა სხვას ედრებიან, სხვის ხარჯზე აქვს თვით შეფასება. ხდებით, სხვას ედრება და შეხედე ის პანძია, შეხედე მე რა მაგარი ვარ. და ეგ მენტალური პრობლემები, რაც მართლა არის პრობლემა, იმიტომ რომ გაზიანებს შენს, გაზიანებს სხვას. რა თქმა უნდა, ისინი თავად პრობლემას ვერ ამჩნევენ და კიდე შევამჩნიე, რომ მართლა ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი არ უვლის, ასე ვთქვათ, არ ზრუნავს საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე. რატო იცი? იმიტომ რომ ეს ტრავმები რაც აქვს, ეს ეგეთი ვითორო ხასიათი არადაიდიაში არის ძალიან დიდი ტრავმა. ეს იმიტომ ხდება, რომ ზუსტად ეგ არის მათი ძალა. ხდებით, მანიპულაციები ძალიან უყვართ. საკუთარ თავის დამცირება ხანდახან რო შეხედე როგორი ვარ, რომ ვიღაცა მივიდეს და უთხრას, არა, ეგეთი არ და ზოგიერთისთვის ეგ ტრავმები რაც შეიძლება იგივე ტრავმები აქვს, მაგრამ ბავშვები ისდებოდნენ ერთ და იგივე სიტუაციაში. ერთს დაემართება დეპრესია, მეორეს პირიქით. ეს იქნება ძალიან დიდი მისთვის მომაძრავებელი წყარო, ხდებით?